მოგესალმებით მეგობრებო, მივდივართ სანადიროდ, მე, გოგა, ვაჟა და უკან მოყვება ლეგიონერების რამდენი მანქანა? დაახლოებით 7 მანქანა ვართ. ლეგიონერების და იბერიას. აჰა, იბერიაც აქ არის. აქ არის. გოგა, რა მოლოდინები გვაქვს დღეს? მე როგორც ყოველთვის ძალიან დადებითი მოლოდინები მაქვს ხოლმე ჩემო ირაკლი. ძალიან კარგი ხალხი ვართ შეგრებილები, მწოდნეები, პროფესიონალები, ვიტყოდი. მივდივართ ლიცენზირებულ ნადირობაზე გელზე, უნდა ამოვიღოთ გელი შეაწუხა მოსახლეობა და გამგეობა დახმარება მთხოვა და დიდი იმედი მაქვს რომ მოვინადირებთ და ვერჩი დაუდგებით ამ ხალხს. მე ესეთ ნადირობაში სიმართლე გითხრა პირველად ვარ ლიცენზირებულ გელზე ნადირობ. ზოგადად გელზე ნადირობაზე კონკრეტულად მიზანმიმართულად და ძალიან მაინტერესებს. ძალიან საინტერესო იქნება შენთვის. კი, ძალიან საინტერესო სანადირო ობიექტი არის, ფელი ძალიან ფრთხილი, ძალიან მცოდნე და ისეთი კონკურენტია, ასე ვთქვათ, ანგარიშის გასაწევი ყველა მონადირისთვის. მოკლედ მოსახლეობასაც იმედია დავეხმარებით და ნაკლებად შეაწუხებს გლის თავდასხმის საშუალებას. ორი შეუჭამა, აჭარლები არიან ოჯახი ჩვენი ახლობლები ნაცნობები და ორი ხმო შეუჭამეს სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ და იმედი გვაქვს რომ ვაზღვევინებთ ამ საქციელს მკლებს. კი, თქვენ რა სიტყვით? ვნახავთ გელს აუცილებლად ჩიჩიას. აქვს თუ არა ნაჭამი? აქვს თუ არა ნაჭამი, შევმოწმოთ. მივდივართ სანადიროდ. ეს უკვე კარგად ჭირს, არა? კი, როგორც მინიმუმ ხალისს უმატებს. კი, და იქნებ რამენაირად გაითვალისწინონ ზემოთ, რომ ცოტა სეზონი გადაგვიწიონ, ასე თქვი. მე რომ მკითხო სეზონი გადაგვიწიონ კი არა, დაცემბელზე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში დაშვებული უნდა იყოს, წელიწადის დაცემბლის გარდა გადაგვიწიონ თავისთავად წყალმცურავზე. რატომ უნდა ვიყო მე იძულებული ქართველი მონადირე საზღვარგარეთ წავიდე? კი ბატონო. იუზე და ბაძზე სანადირო. კაცი წავიდა ბელორუსიაში, გულხარზე ინადირა, ბაძზე ინადირა. ვიმყოფებით ძალგის მუნიციპალიტეტში, კი ბატონო, და გამომდინარე იქიდან რომ გადასარევი ამინდი არის, გადასარევი ხედები არის, ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდით ჩემო ირაკლი, ფაქტად ჩემო. კი ბატონო, თან დიდი ხანი არ შევხვედრი ვარ ჩვენ ერთმანეთს და ძალიან მიხარია რომ გოგაც ბელორუსიდან ახლახანს დაბრუნდა. მოგეცა გიყვებოდა დამეჭდილებს. ხო, და ეხლა ბუნებაში ერთად გვიწევს ისევ მეგობრებს, საუკეთესო მეგობრებს და მონადირეებს ბუნებაში შეხვედრა. ძალიან საინტერესო ხალხს გაიცნობდა ნახავ ირაკლი შემისაც არის რომ დარწმუნებული ვარ ყველას დაუმეგობრდები, იმიტომ რომ ნამდვილად გამოცდილი და კარგი მონადირეები არიან. კარგი, მეც მაგას შეგვიძლია და ჩვენი მაყურებელიც ისიამოვნებს ამ კადრებით. კი ბატონო, ეხლა ეს რა დაგვრჩენია რომ გადავიდეთ უკვე საკლეთ გავნაწილდით ეხლა ნომრებში. მომიწია ძალიან კარგ ადგილას დადგომა. რატიმ თავისი ადგილი დამითმო თავისი ნომერი. აქაც გასასვლელი აქვს. უკანაც გასასვლელი აქვს. დღეს გამოვიყენებ 4 ჭრილიან ჩოქს და ბორნაჩის 7-0-ს. ეს არის აი ამ ლოკაციისთვის დაახლოებით 30-40 მეტრზე სასროლ დისტანციაზე. ყველაზე კარგ შედეგს ვფიქრობ რომ დადებს ეს ვაზნა. მოკლედ ახლა უკვე ცოტა ხანში დაიწყება სარეკი და უკვე დავიწყებ GoPro-თი გადაღებას. იმედია კარგ სანახაობას შემოგთავაზებს ეს დღე. თავი ავიყოთ ჩუმად. რაციები არ გვაქვს. რომ ბევრი ვართ ძალიან 20 ადამიანი ვართ და ჩავთვალეთ საჭიროდ რომ რაციები არ გამოგვიყენებია. ძალიან ფრთხილი ცხოველია გელი, მოგიხსენებათ. და ყველანაირად უნდა ვიფრთხილოთ. ვიყოთ შვიდად, ნარად და დავველოდოთ ნადირს.
აი დაიწყო სარეკი. ძაღლები ყველაზე არიან. გასროლის ხმაც იყო. დაიძაბა სიტუაცია. შედეგი ვამცნოთ შედეგი. ესე იგი დავიწყოთ იქიდან უარყოფითი რაც იყო რომ ორი მგელი გაგვივიდა. საინტერესო მომენტი ის იყო რომ პრინციპში კარგად იყო ძალიან ჩაგედილი ტყე. და იყო სულ აი ერთი ან ორი გასასვლელი გარჩენილი და აზაკონუ პოდლესი როგორც იყვნენ მანდა მაინც იქ გავიდა. მეტნაკლებად პოზიტიურებიდან შეგვიძლია ის ვამცნოთ რომ ეს კურდღელი რომელიც ვაჟა ჩავიარა 15 მეტრში ზუსტად. იან ჩაუარა და მე მგონი გაგიჩერდა, იმიტომ რომ პოზირებდა, მოასწრო. ვიდეოც გადავიღე. მოასწრო კაცმა თოფის გადადება, მობილური საფუღება და ვიდეოს გადაღება. ასევე მელიები საკმაო რაოდენობით. რა ვიცი, რაღაც ბუნებასთან სიახლოვე უკვე აპრიორში კარგია და ეს მოვიგარ კიდე მეორე ადგილას შემოირაკლი. შევიახლოს და იმედი მაქვს რომ აქ უფრო შედეგიანად იქ დავამთავრებ. ამას კარგია შემოვიდა ძალიან. ნარდევანის ტექნიკა ამას ეს არის სოფური დასახლება, სოფელი ნარდევანი და მის თავზე არის ეს. ძალიან კარგი. საათი არის 11. წინ გვაქვს დრო. იმისთვის რისთვისაც ჩამოვედით. დრო და იმედი. გვაქვს იგი. ბატონო. აი გაისმა სროლები. ეს უკვე სარეკს არ გავდა. ეს უკვე სავარაუდოდ ნასროლი არის ტაცებლის მიმართ. იმედია ეგრეა.
აх, ბიჭო, დავაგდე მგელიტო. და ბიჭები კიდე ესვრიან, ესე იგი ბევრი არიან. აი, გლის სისხლი. აი. დაჭრილია. აი ესე წავიდა. მოკლედ დავასრულეთ დღევანდელი ჩვენი ნადირობა, საკმაოდ წარმატებულად დასრულდა. ჩემზე ბევრად გამოსცილ ადამიანს გადავწყვეტ და ის კომენტად შეაფასებთ. არაფერი ბიჭებო, როგორც შეგვენით და უმედოვნეთ, მეორე ზაგონი წარმატებით დამთავრდა. ამოვიღეთ ბუნებიდან ერთი მგელი. გქონდა უამრავი ლამაზი კადრები და მომენტები. ნახეთ კუხელი არ ვესრულეთ, ნახეთ მელია არ ვესრულეთ. ყველაფერი გადაღებული არის და დოკუმენტური მასალაა ჩემი რაკის. კი, ეს თუ ეხლა მოისმინეთ, შეგიძლიათ ვიდეო გადაახვიოთ და ვიდეოს სრულობის დროს შეხედოთ. გლის ამოღების პროცესიც გადაღებული არის და სხვათა შორის აქეთ მხარეში პირველად მოვინადირე. ხო, გაუმართლა ირაკლის გამოვიდა, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი, კაცო. 20 ადამიანში პირველად იყო ადამიანი მგელზე წამოსული სანადიროდ და როგორც ყველაფერი კარგი ისე აგიხდეთ, როგორც ხდება და წესი დარიგია, ახალ ბედას გაუმართლა მგელზე რა. და ძალიან მიხარია რომ ჩემი ახალგაზრდა კარგი მეგობარი ჩემთან ერთად წამოვიდა პირველად ნადირობას და ჩემთან ერთად მოვინადირა მგელი. მე ამას ისე გულდაწყვეტილი ვიყავი გოგა სანამ ვიპოვიდი, რადგან რო ვესროლე ადგა და წავიდა. კი, ეგეც შანსი ხო. და გაწვა და ცოტა ხანში ადგა წავიდა. დაახლოებით 60 ნაბიჯში უკვე ნომრები რო აიშალა, მივაგენით. და ძალიან გახარებული ვიყავ. აბა რა ეგონა მაგას. ხო, მოკლედ დაგემშვიდობებით ამით, იმედია, ჩვენ მოვიკალით ნადირობის წყურვილი, დღეს მაგალითად, ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ მოვინადირეთ ის, რაზეც ვიყავით მიზანმიმართულად წამოსულები. პენსია თვალს. გამოვიწერეთ. გურეთი და გამოვიწერეთ. აბა, დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.